საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, მადლობა უფალს, როგორც იქნა დაიწყეს საქართველოში გამოფხიზლება. უბრალო ადამიანებით დაწყებული, ზემოთ რომ დიდ პოლიტიკაში არიან და მოკითხო ამ ხალხს პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი, იმათმაც ეს მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქედან რომ გინდა არ გინდა ეს არის უმძიმესი თემა, ყველა ადამიანს ეხება. ახლა ამ თემის ირგვლივ ბევრი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები და პოლიტიკანები თავის საკენკს ეძებენ საერთო სახალხო პროტესტით. და რა თქმა უნდა, როგორც გეუბნებოდით გუშინ წინ, როგორც გითხარით, კოცებმა დაიწყეს თავიანთი აპრობირებული მეთოდით ხალხის შეურაცხყოფა, რომ თურმე ეს მარგინალური ჯგუფების მოგონილი ესაა და რომელიღაცა პოლიტიკური პარტიების, თურმე ნაცების, ლელოსი და ალტინფოს მიაყოლეს, თურმე ალტინფოს და ნაცების და ლელოს პროპაგანდა ყოფილა, თურმე ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ვინც ამბობს, რომ არაბული ინვესტიცია საქართველოში არ უნდა შემოვიდეს, ეს ეგრევე ნაცია. გეუბნებოდით მე თქვენ ამას, რომ ეს გარდაუვალი პროცესი იქნებოდა საქართველოში, ეს არის კოცების უშიშროების ჩამოყალიბებული ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც თუ ვინმე რამის წინააღმდეგი არის კოცების რეჟიმის მმართველობის პერიოდში, ის ავტომატურად ნაცია. როგორც ნაცების დროს თუ ვინმე იყო წინააღმდეგი ნაცების და სააკაშვილის, ყველა რუსეთის აგენტი იყო და როგორც დღეს ლიბერასტებისთვის ყველა რუსია, ვინც მაგათ არ ეთანხმება რამეში. გითხარით მე თქვენ რომ ეს იქნებოდა, არ დააყოვნა ამან, მეორე დღესვე პრაქტიკულად ჩაერთო ეს პოლიტექნოლოგია. მე მინდა ამ ხალხს მოუბრუნდე და ახლა გაგაცნოთ ძირითადი ეს პერსონები, რომლებიც პროპაგანდონები არიან პირველები ამ ნაცების, კოცების აი ამ 7 მილიარდიანი ინვესტიციის, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდეთ, მინდა აგიხსნათ რა ტექნოლოგიით იქნება ახლა წამართული ეს ყველაფერი. გამოიფხიზლეს იქ უკაცრავად, მაგრამ ტრაკტხან მოურავსაც გამოუღვიძებია თურმე ქართული მიწების საკითხთან დაკავშირებით, თურმე დაავიწყდა, რომ ამდენი ხანი ივანიშვილის ტრაკში იყვნენ შემძრვალი და ყველაფერს უგეთებდა ბატონი თარხანა და ქალბატონი ირმა. ამიტომ ახლა თავისი პოლიტიკური ქულები არის დასაწერი. მე გეტყვით, რომ ყველა ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტია შეეცდება ხალხში დაგროვილი სერიოზული პროტესტით საკუთარი პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ და ძალიან ფრთხილად იყავით ნებისმიერი ასეთი გამოხტომისთვის. ეხლა თარხან მოურავს და ამად გვერდით რო დადგება ქართველი ადამიანი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მათი გამყიდველობის ემათ რა ქვია ბუნება, როგორ აპრავებდა ბატონი ტრაკტხან მოურავი საყდრისის საკითხს, როგორ გააჩერა მუხტი, როგორც სხვა საკითხები ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ხალხში არის დაგროვილი საერთო სახალხო პროტესტი. გიო, ჩემო ძმაო, ერთი წუთი რა, მე გასაგებია საზოგადოებაში შეიძლება რაღაცა მოხდა, არ ვიცი ახლა კონკრეტულად თქვენ რომელ საკითხებთან დაკავშირებით მელაპარაკებით, არ ვიცი ვინ ცემა, ვინ დაჭრა, ვინ მოკლა, მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა, ჩემო კარგო, რომ მე ვსაუბრობ საერთო ეროვნულ პრობლემაზე დიდი ხანია და კი რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი უსამართლობა და ბევრი არასწორი ხდება, მაგრამ შემოგევლე რა, ეხლა მე ძირითადად საკითხებზე რაზე საუბარიც მიწევს აქედან ერის ეროვნულ პრობლემაზე, მიუხედავად შეიძლება ბევრი ცუდი რაღაცა ხდებოდეს და ხდება
რა თქმა უნდა, საქართველოში ეროვნულ პრობლემაზე მაღლა არ დგას ეს ყველაფერი და ყველაფერს თავისი პრიორიტეტები გააჩნია. მე არ ვიცი ეგ საკითხები ვიღაცა მოკლეს, ვიღაცა დაჭრეს, ვიღაცა დაიჭირეს, ამიტომ რაც არ ვიცი ამ თემებზე მე ვერ ვილაპარაკებ ახლა უბრალოდ ქოცებისგან თემირლან მაჩალიკაშვილი მძინარე კაცი ბავშვი ჩააკლეს მაშინ და ახლა მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია და ყველაფერი გადააბრალეს ნაციაო მამამისიო იმას გადააბრალეს უმართლი ბავშვის ესა რა ქვია სისხლი და შემოგევლე რა აი ნახდათ არ ვიცი ახლა მე რომელ იმაზე მეუბნებით არ ვარ საქმის კურსში ძირითად საკითხებზე ვმუშაობ და არ ვიცი ახლა ხულიგნური ამბები და თუნდაც ის კრიმინალური გარჩევები რომელიც რა მოხდა იმაში რა ქვია კაბალში კიდე არ ვარ მე ამის ინფორმირებული ამ საკითხზე და ამიტომ ვერ ვისაუბრებ რაზეც ვარ ინფორმირებული და რაც მიმაჩნია ერის ძირითად ეროვნულ პრობლემად ამაზე ვსაუბრობ და თუ შეიძლება არ გეწყინოთ რა არის ხალხი ბლოგერები რომლებიც დაინტერესებული არიან მაგ საკითხებით უშუალოდ ქუჩაში რა ხდება ქვეყანაში რა ხდება და ალბათ რა ვიცი თუ ქვიათ ამ ხალხს ბლოგერები დღეს მაგ ბლოგერებზეც მინდათ გესაუბროთ ალბათ განიხილავენ მაგ თემას რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ახლა რა მინდა გითხრათ, ერში არის დაგროვილი ძალიან მაღალი საერთო სახალხო პროტესტი, რომელიც საერთო სახალხო პროტესტიდან გამომდინარეც, რა თქმა უნდა, ესენი შეცდებიან ყველა მისარგებლოს. აქ არ შეიძლება ამ საკითხებთან დაკავშირებით რომელიმე პარტიამ ქულები იწეროს. გეუბნებით, ეს პროტესტი არავის არ ეკუთვნის, ისევე როგორც მოახდინეს იქ ნამოხვან ჰესის იმის რა ქვია პროტესტის ოკუპირება და ასე დაანებეთ ამ პოლიტიკურ ეგოიზმს ყველას თავი. მე ყველა გამიფრთხილებია. შეეშვით პოლიტიკურ ეგოიზმს თავი. თქვენი ბინძური პოლიტიკა აკეთეთ სხვაგან. ახლა წყდება ერის ბედი. და გადადეთ თქვენი პოლიტიკური ამბიციები და საერთო ეროვნული სახალხო პროტესტი არ ჩამოსაყალიბებელი. ამას უნდა გადაყვეს ზუსტად ქოცობა და ამას უნდა გადაყვეს ყველა ისა ნაცის უნდა მიყვეს ზეთ ეს დამპალი ახაროლებული სისტემა და ნურავი ნუ შეეცდება თავისი ეგოიზმის გამოხატვას პოლიტიკური ეგოიზმის გამოხატვას რომ ვინმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის წარმოაჩინოს ეს ყველაფერი ამიტომ ხალხს კი ნუ მოუწოდებთ ისო რა ქვიაო ზოგ-ზოგი ერთები რომ აი თქვენ გადადეთ პოლიტიკური ამბიციები და საერთო სახალხო პროტესტისთვის იფიქრეთ სულ ყველა, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს საქართველოში. და არანაირი პოლიტიკური პარტიების ინტერესები არ უნდა იყოს აქ ჩადებული, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები ამ საქმეს ვერ გააკეთებენ და მინდა გითხრათ, უშიშროებას აქ დამუშავებული გეგმა, როგორც გითხარით ეს როგორც ხდებოდა, რომელიღაცა თავისი ამათი ქოცებიდან გამოყვებილი, აპრობირებული მეთოდით ნამუშევარი მაგალითად ტრაქტხან მოურავი და ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ალიანსი. ეს არის დამუშავებული აგენტურა, ტროას ცხელი, ჩამოყალიბებული, შემოგდებული ქართულ სოციუმში, რომელმაც როგორც კოჰაბიტაციის იმას რა ქვია პროტესტს შესძინა მთავარი ძალა, რომელმა ძალამაც გაფანტა ეს ხალხის დაგროვილი ეს პროტესტი და გემრიელად ივაჭრა პოლიტიკურად და შევიდა იქ პარლამენტში, გამოვიდა პარლამენტიდან, იქ ვიღაცას მიყიდა, იქ რაღაცა გაყიდა და გეუბნებით რა, ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა, რასაც ესენი გააკეთებენ. ამიტომ ყველანაირი პოლიტიკური პარტიების ინტერესი გადადევით გვერდზე და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებ. გადაშენდით იქედან. საერთო სახალხო პროტესტია, ეროვნული პროტესტია და ნურავი ნუ მიისაკუთრებს ამ იმას და ვინც იქნება საქართველოში ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოცხადდეს საერთო ეროვნული პროტესტი და არანაირი პოლიტიკური პარტიების პროტესტი. თუ ვინმეს აქ ორგანიზატორებს რამის თავი, გააკეთონ ეს, გააკეთეთ თქვენი საქმეს ქართველ ერთად. გეუბნებით მე, ამათ აქვს ჩაფიქრებული ტროას ცხენის ესა რა ქვია, პროტესტის გამარგინალიზების რა ქვია გეგმა, როგორც გითხარით, ყველა ნაცია, ვინც იმაზე ხმას იღებს და ან მეორე გამყიდველ პოლიტიკანებს ჩაუყენებენ ამ პროტესტს სადღაც თავში და იტყვიან, რომ ეს თურმე ასია და ამ ხალხს დაშლიან. ამის ყველაფერი გვასწავლეს, ყველანაირი ტექნოლოგია გვასწავლეს ამ ჩათლახებმა. ამიტომ აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ, ძალიან ფრთხილად იყავით სულ ყველა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მომავალში დეტალურად იქნება ეს ყველაფერი. ეს იქნება საერთო ეროვნული პროტესტი, ან იქნება რომელიმე პარტიული ღონისძიებები. და მიხედეთ თქვენ პარტიებს თქვენ თვითონ. და ნურავის ეროვნულ პროტესტს ნუ გამოაყენებიებთ ნურც ერთ პოლიტიკურ ძალას.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ტრაქტхан მოურავი იქნება თუ ნაცი თუ ლელო თუ არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება. დასაფიქრებელია მაგი და დასაორგანიზებელი არის საერთო ეროვნული პროტესტი, რასაც უნდა გადაყვენ ესენი. არ შეიძლება, აღარ შეიძლება. რაც შეეხება ერთ ამბავს მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეფ ერთი სასიამოვნო ფაქტები გახშირდა, ასე რომ ვთქვათ, გამოჩნდა რამოდენიმე სასულიერო პირი. მე ახლა ღმერთმა დამიფაროს რა უნდა ვთქვა. არჩილ მინდიაშვილზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის წევრი იყო და როდიდან იბრძოდა და როგორ ძლიერად დგას და საუბრობს ამ ყველა თემებთან დაკავშირებით, ჩემს გვერდზე ვხვდებით მის ვიდეოებს და რა თქმა უნდა, ღიად ამბობდა და ამბობს ეს ადამიანი, გამოჩნდა ბატონ ჯამდელიანი, რომელსაც ძალიან ებრძოდნენ ეს სისტემა. გამოჩნდა კიდე რამოდენიმე სასულიერო პირი, რომლებმაც პირდაპირ გამოხატეს ღია პროტესტი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი ეს უნდა იყოს სხვა ეგრეთ წოდებული სულიერი მამებისთვის, რომლებიც ახლა სოროში არიან შემძვრალები, ძალიან ბევრი და დაკავებული არიან ინტრიგნობით და იქ ინტრიგნობა რო იმართება, იმაში რა ქვია, და ჭორაობა რო არის საპატრიარქოში გამხდარ იმის მაგივრად, მაგ საპატრიარქო პირველი უნდა იდგეს, მაგას არცალია, საპატრიარქოს მაგისთვის არცალია. საპატრიარქოს ცალია სხვა რამისთვის. საპატრიარქოს ცალია ერთმანეთში ინტრიგანობისთვის და ეშმაკობისთვის და ჩათლახობისთვის და იქ ირჩევა საქმეები და ყველა იქაა მისეული. არ არის ეგ ერის პრობლემა, რაც არის იქ უნდა დადგეს სასულიერო პირები. და მოუწოდებ ყველა სასულიერო პირს. თქვენ მრევლს მოუწოდეთ ამ ღალატის, ამ დიდი ღალატის წინააღმდეგ. და ძალიან კარგია რომ გააკეთეს ღია განცხადებები, ახლა არჩილ მინდიაშვილი ყოველთვის აკეთებდა ამ განცხადებებს, ჯამდელიანის მისამართითაც ახალგაზრდა კაცი არის ჯამდელიანი, მაგრამ პრინციპული ადამიანი არის, ამიტომ ვერ იტანენ ამ კაცს და ყოველთვის ეროვნულ პოზიციას იკავებდა, რა ვიცი, 1000 რაღაცას უგორებდნენ, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა საერთოდ ძალიან ბევრი გვყავს. მაგრამ არ ვიცნობ, არ მქონია შეხება და პიროვნული, მაგრამ არაფერ შუაში არ აქვს პიროვნული, თავარი არის რომ ადამიანი გამოდის და ღიად ამბობს. ასე უნდა მოიღოს სხვა სასულიერო პირებმა ხმაც და სოროებში ნუ ხართ შემძვრალები. ეხლა რა შეეხება აი აქეთ მხარეს. აი გამარგინალიზების საკითხში ვინ არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, კანალიზაცია. აი ეს ზუკნა ალბათ ყველას გეცნობათ. ეს პოლიტიკური კახპა. მაგდა ანიკაშვილი, რომელიც იყო თავის დროზე სააკაშვილის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ეს პოლიტიკური ზუკნა. მე იქეთ ლიბერალი იყო, ახლა კონსერვატორი არის და ქვეყანას აქცევდა, სანამ თვითონ მოჯდებოდა იმაში, რა ქვია, კოცების იმაში, ხელისუფლებაში, როცა მოჯდა კოცების იმაში, კაი ბუნჩულა ადგილას, ეხლა დარბის და ხან ინტერვიუებს იღებს და ხან იმას და ხალხს ეძახის, რომ თურმე ისინი ნაციონალები არიან, გამარგინალიზებაზე არის გადასვლა, თურმე ისა მარგინალური ჯგუფები მართავენ. აი ეს ზუკნა გახსოვთ ვინაა? აი ეს ნაბოზვარი, ნაჩათლახარი ქდმ-ს პარტიის წევრი, ეს რომელსაც გალსტუკიანი ხვლიკი თარგამაძე ხელმძღვანელობდა და კოლაბორაციაში იყო თავიდან ბოლომდე, ჩვეულებრივი მიშას პროექტი იყო, მიშას ტრაკიდან გამომძვრალები არიან ესენი და ეს სხვათა შორის ამბობდა ესეთ რაღაცას ამბობდა, რომ თურმე საქართველოში პირდაპირ ამბობდა ამას, ერთი ესეთი გადაცემა იყო ცეცხლის ხაზზე, იქ ლიბერალურ პოზიციებს იცავდა და ამბობდა, რომ მთელი მსოფლიო კაცობრიობის პოპულაციის შემცირებაზეო ფიქრობსო და დარდობსო და ესო საქართველოშიო ესა რა ქვია ეს რა უბედურება არისო რა გაქვთო ატეხილიო ესო რა ქვიაო
ერთი ამბავიო ამ ქართველიერის გამრავლებაზე და გადარჩენაზეო რა ეს ეგოისტურად არ მიგაჩნია თუ რატო უნდა გამრავლდესო ქართველიერიო როცაო მთელი მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას ლაპარაკობს აი ამის დედა შევეცი ამისას ბიჭო ამას სადმე რო დასვამს ადამიანი კი არა ამას ვინც გამარჯვებას ეტყვის იმის დედა შევეცი კიდე რა მიძახეთ ახლა რომ რატო ილანძღები და რატო იგინები და რატო უნდა ვილანძღებოდე და ვიგინებოდე ადამიანი ქართველიერის გენოციდს ტაშს უკრავს და თუ ვინმე ეროვნულ საკითხებზე იღებს ხმას ყველას იმას რა ქვია 1000 იარლიქს აკერებს აი ეს ბოზი ძუკანა უკანალიდან გამომძვრალი პროპაგანდონი აი ეს თუ გახსოვთ ეს პატივცემული გიორგი აბაშიშვილი აი ამ კახპასთან ერთად დამჯდარი იმაში და ლაპარაკობს არაბიზაციის ემაზე სიკეთებს გახსოვთ ეს მე არ ვიცი ამას რა უწოდო რა მამაკაცი ფალოსსაც ვერ უწოდებ რა ეს ჭუჭუ ეს ჭუჭუ ვერ უწოდებ ფალოს იმიტომ რომ ბოლო ფალოსი გამრავლების სიმბოლოა და დიდი ფუნქცია აკისრია და ამას რა ფუნქცია აკისრია გამაგებიეთ ერთი აი ამ ჭუჭუს რომელიც თავის დროზე იყო კარალება მარგოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გამონაცვალი ნიფხავი და როდესაც საქმეზე მიდგებოდა ქოცებს უპირისპირდებოდა და ქოცები უპირისპირდებოდნენ რა იურიდიული განათლება ჰქონდა ამას ახლა შეერთდა ბატონ ბიძინასთან ხო არ გემახსოვრება ჩემო ძმაო ესეთი ხალხი რატო უნდა გახსოვდეს ახლა თუ არა ხარ ადამიანი დაინტერესებული ამ ყველაფრით ეს იყო ჩვეულებრივი იმის რა ქვია მარგველაშვილის გამონაცვალი ტორუსიკი და როდესაც ვითომ ქოცებთან იყო დაპირისპირებული მარგველაშვილი ვინც მოათრია უპირისპირდებოდა ქოცობას აკრიტიკებდა და ახლა გადაძრა იმაში რა ქვია და ქოცები ამის განათლებით ინტერესდებოდნენ დრო იყო რა იურიდიული განათლება ჰქონდა და უდიპლომოს და რა ვიცი 1000 რაღაცეებს უძახო და ესა ახლა შემძრვალა ისევეს და აი ამ ძუკნასთან ერთად დამჯდარი არის კანალიზაციაში ჭუტაიმედში და ისა რა ქვია ლაპარაკობენ რომ თურმე რა კარგი არის არაბული ინვესტიცია და რა ცუდები ვართ თურმე ჩვენ ქართველები რომლებიც ამას არ ვეთანხმებით და აი ეს არის ქოცობა ეს ვინმეს ხო არ გიკვირთ ბიჭო გუჟინდელი ნაცები პირველი ქოცები არიან ამათი დედა შევეცი და საერთოდ მე ამ ფენომენს აი რა ვიცი ვერ ხვდები იცი ეს ეთყობა არ ვიცი მე რა ალბათ მურმანყრუს თესლის შთამომავალია ესეც და ის მეორეც და საერთოდ სამწუხაროდ არსებობდა ქართულ იმაში რა ქვია ისტორიაში საქართველოს ისტორიაში არსებობდა ესეთი სამწუხარო ფენომენი, როდესაც აი ესეთი ალბათ არაბის თესლით გაკეთებულები, ან ილღაზის შთამომავლები მე იქ აფხაზეთში აფხაზებად დაეწერებოდნენ და ყველაზე პირწავარდნილი სეპარატისტები რო ხდებოდნენ, ისე ქართველები რო იყვნენ, რო ეკითხა ეს დედამოწყლული ხალხი არიან ესე. ხო და ეხლა გულანძღავს ყველას და გვათახსირებს, კაცო, ჩვენ ვინა ვართ, კაცო. ჩვენ ვინა ვარ, ვინ ჯანდაბა ხალხი ვართ ესე. რას ქვია ინვესტიციას როგორ უდგებით, წი? და რამდენიმე დასირებულმა ჩემ გვერდზე დაწერა ესეთი რაღაცა მაშინ შენ წადი და შენ მოიტანე ამ ხელა 7 მილიარდიანი ინვესტიცია მელოდე სალამე 7 მილიარდი არ მოგიტანო და არ ჩაგიდო ჯიბეში შეპატრონ მოტყნულო ახლა ვინც ამას მე მიწერ ასეთი ავანტყოფი რო ხარ მაგრამ რა მინდა იცი გითხრათ ეგეთ დასირებულ ქართველებს რომლებიც წინ ხედავთ რომ თქვენი ქვეყანა გადაშენების გადაჯიშების უბედურების კი ბატონო ნათია ლაზაშვილიც ეგეთი პოლიტიკური კახპაა ეს კალი. კი ბატონო, ისე იძახის ის ნათია ლაზაშვილიც ახლა მაგ ნაცებიდან მოყოლებული ახლა ვინც არიან ეს ჟურნალისტების, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების კასტა ამაზე ლაპარაკი არა და თუ გინდათ აი ქოცების გამправებლები რო არიან, აი ეს ბოზიშვილი, ესა რა ქვია, რამიშვილი. ეს პედოფილი რა. ხოდა, ქალბატონო, ამან უნდა გაგვაერთიანოს, ნუ ამაში არის მთავარი ფიზიკურად გვერთმება მიწაც არსებობის საშუალებაც ყველაფერიც. ხოდა მე რა მინდა იცი ამ ხალხს რო უთხრა? მე მინდა ამ ხალხს უთხრა. ვინც ამას მეუბნე რომ წადი შენ მოიტანე ინვესტიცია გვინდა. შედედა მოტყნული შვილო, ვინც ახლა ამას ამბობ.
ვინც ახლა ამას ამბობს. ისტორია ხო საერთოდ არ იცი. დღევანდელი რეალობა ხო გაცნობიერებული არა გაქვს. ან გაქვს ეს ყველაფერი და მაინც სამშობლოს ღალატში ხარ ჩართული. იცი ამნაირი ინვესტორები საქართველოს ისტორიაში რამდენი იყო? და შენაირი დედამოტყნული ქალები და კაცები იყვნენ, რომლებიც მე-17-მე-18 საუკუნეში, როდესაც ტყვეთა გაყიდვა დაშვებული იყო საქართველოში და განსაკუთრებით გამძაფრებული იყო დასავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ ზღვა იყო და ზღვიდან შემოდიოდნენ ოსმალები. და გაყავდათ ქართველებს ყიდულობდნენ. აი შენაირი დედამოტყნული ქალები და შენაირი დედამოტყნული კაცები, ვინც ახლა მაგას ამბობთ. მაშინდელ თურქ ინვესტორებს საკუთარ შვილებს, საკუთარ ბიძაშვილებს, საკუთარ ოჯახის წევრებს ყიდიდნენ. აი ეს ხართ კოცები დღეს. აი ეს ხართ კოცები დღეს, რომლებიც საკუთარ სამშობლოს და საკუთარი ერის მომავალს ყიდით აგერა არაბ ინვესტორებზე თქვენნაირი დედამოტყნული ხალხი იყვნენ ის კოლაბორაციონისტი ქართველები რომლებიც თბილისის საამიროს შემადგენლობაში ქართულ ჯარს ებრძოდნენ და დავით აღმაშენებელმა შესაბამისი პატივი მიაგო ზოგი ძელზე გასვა, ზოგს პირში ადუღებული კალა ასხა და მე ყვიროდნენ რომ ქართველები დახოცა აღმაშენებელმა. ამდენი დედამოტყნული ხალხი რასაცოცხლებელი იყო. აი ეგეთები ხართ კოცები. აი ეგ ხალხი ხართ კოცები, ვინც ამას მხარს უჭერთ. ვინც ამას მხარს უჭერთ, ამ რეჟიმს და ამ კურსს მხარს უჭერთ. ან ისეთები აგერე თურქებზე და ოსმალებზე საკუთარი ოჯახის წევრებს რო ყიდით და ამათი დამპალი შთამომავლები ხართ. თქვენ ეს ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. ჩვენი ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, მაგრამ ჯობია ისტორიას ჩაახედო თვალებში ელემენტარულად, გაიაზრო ის რა ხდებოდა და გადახედო მე ამდენ მოღალატეს და ამდენ დედამოტყნს საიდან მოდის. ეს ხალხი ხართ თქვენ. ეს ხალხი ხართ თქვენ. გადაშალეთ ჟან შარდენის ჩანაწერები. რას წერს რა ხდებოდა საქართველოში, როგორ ყიდიდნენ თავისი ოჯახის წევრებს, აი მათი შთამომავლები ხართ. და სოლომონ პირველმა, როდესაც აკრძალა ტყვეთა გაყიდვა საქართველოში, ეს ხალხი ხო მტრობდა და მტრის ჯარში ეწერებოდა სოლომონის წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში. ასევე ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები მაშინაც იყვნენ. რომლებმაც მეფე დაწყევლეს, თვითკურთხეული მეფე დაწყევლეს, რომ ლუკმა გამოგვიგდა პირიდანო. უამრავი ასეთი დედამოტყნული არის ანაფორაში ამოპარებული, მათ შორის კრწანისის ტერიტორიები რო გაყიდული. და დღეს ჩვენთ არიან ხმას არიღებენ. და ალბათ ჩვენ გვწყევლიან, რომ ლუკმას უგდებთ პირიდან. ამიტომ აღარაფერი ახალი ხალხო არ ხდება. არაფერი ახალი ტყილან უგონიათ, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა კოცების იყო ეს სიდამპლე იყო ერის რაღაც ნაწილში ჩადებული ეგ სიდამპლე და ეგ დამპალის სისხლი ყოველთვის თავისას აკეთებდა. დღესაც იგივეს აკეთებს ეს დამპალის სისხლი. დამიჯერეთ. არ გინდათ რა მოეშვით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მარტო გნირების ისტორიის სწავლას. რეალური, ობიექტურად შეხედეთ, რამდენი მოღალატე და კოლაბორაციონისტი იყო ყოველთვის. რომელიც მზად იყო თუნდაც იგივე სოლომონ პირველის მაგალითი მომყავს და სოლომონის ამბავში, მაგრამ მოუტყნა დედის ტრაგი, ეგერ ხრესილის ბრძოლაში საკუთარი ბიძებით დაწყებული, დამთავრებული მოღალატე ქართველებით წასხიპა სათითაულოდ თავი და თან მიაღოლა თურქები. კი. ახლა კიდე მინდა ერთ პატარა თესლის ასკოლკაზე გელაპარაკოთ, რომელიც ძალიან პოპულარული არის ქართულ ბლოგერულ სივრცეში და ჩამიგდო დღეს რამოდენიმე ადრეს მიხსენებია ეს ჩამოყალიბებული კოცია ეს ეგრეთ წოდებული ბლოგერი ეს ჩამოყალიბებული სირი ნავრიცი ჯამრთელადაც არ ეთყობა ახლა ამ ადამიანს სიმართლე გითხრათ რაღაც წარმოდგენები აქვს თავისი რომ ეს შერიფია და ქვეყანა უნდა გადაარჩინოს და არ მიყვარს მე საერთოდ ადამიანებზე
მაგრამ არა გონებრივად ჯანმრთელი ეს ადამიანი, იმიტომ რომ მსგავსი იდიოტიზმები ან ძალიან ღრმათა როლში შესული და ეს სირი, რომელიც თავის დროზე აგერ სულ ცოტა ხნის წინ სვამდა სადღეგრძელოს ვიღაცა მისტერი გამოსირებული ბავშვი. აღარ ბავშვი არ ქვია ბიჭო, ამის ტოლი რო ვიყავი 22 წლის ცალკე ერაყის მისია მომიწია და ცალკე 2008 წლის ომმა და არ შემშლია ისეთი რაღაცა რომ სანანებელი გამხდრო რომ მით უმეტეს ამ უბედურებაში როგორ ახლა ეს ბავშვი ვიცი მე 12 წლამდე აი გუშინ წინ რომ იმას რა ქვია ბიძინა ივანიშვილის სალღიგზელო ბიძინა არის ერის მამა ყველა იმ ქართველის დედა შევეცი მე ვისაც ივანიშვილი ერის მამა გონია და ვისაც ივანიშვილისნაირი მამა უნდა. ღმერთო. ისეთივე წეულია ის როგორც ის. გუშინ წინ რო იღებდა იმას, რა ქვია, ბლოგებს და რო წერდა, იმიტომ რომ მაყურებელი ყავდეს. აბორძე რო დაიწყო ლაპარაკი, გააკეთებს ეს იმას, რა ქვია. გამოვიდა ეს სირი გუშინ წინებზე და ეს მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით ლონდონში და ევროპაში აკეთებდა თურმე იმას რა ქვია ვიდეოებს სადაც თურმე ბრიტანეთი რა დღეში არის და საფრანგეთი რა დღეში არის და რომ საქართველოს ამ დღეში არ ჩავარდეთ. და ეხლა როდესაც მიდგა საქმეზე საქართველოში კოცების მიერ აი ამ არაბიზაციის პროცესი გამოხდა და დაიწყო ესე იგი 150,000 გამომწერი მყავს იმაშიო რა ქვია YouTube-ზეო გასაგებია ახლა კაცო მასე იგი დუნაშვილს და იმას რა ქვია მის რა ვიცი კირპიჩიც ეგერ იმდენი ადამიანი უყურს რეკორდი აქვს მოხსნილი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მასა რაოდენობა ნიშნავდეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს რომელიც კოცებიდან დაფინანსებული პირდაპირ პროსახელის ჯერჯერ ბლოგერი ხარ, ბლოგერები ყოველთვის ყველა ქვეყანაში არიან ოპოზიციურად, თავისუფალი სიტყვის მთქმელები და თავისუფალი გამოხატვის ისინი, რა ქვია, და რაღაც მომწონს, რაღაც არ მომწონს. და გამოვიდა აქ და დაიწყო ბიჭო ისა, რა ქვია, ჭკუის სწავლება, აბა ჩვენ ქართველებს რა გვინდა, რომ ეს არ შემოვიდეს, ეს არ შემოვიდა, დაიწყო რა, ტრაგის წმენდა და გაправება ამ არაბების ჩამოსა. ვინ ჩემის წირი ხარ, შვილო, ვინ ახარ, ვინ? შენ ბუტყას მოცილები ხარ, როდესმე? რა გიკეთებიათ, ბიჭო, ამ ქვეყნისთვის, მართლა რა გიკეთებიათ, ვინ ეშმაკები ხართ, საჯანდაბიდან მოდიხართ, ვინ ოხრები ხართ? რა გიკეთებიათ? ერთი ღამე თქვენი ქვეყნის სამსახურში გაგითენებიათ. გამოდიხარ აქ და ასწავლი ერთ ჭკუას და მთელ ერთს მიმართავს, რომ აბა თქვენ რა გინდათ, ქართველ ფეხზე გადავიდოთ, კაი ცხოვრება გვინდოდეს, ევროპა არ გვინდოდეს, ის არ გვინდა. რა მინდა და შენაირები და ეს ბოზიშვილები რო არიან, ზევით. ერთად უნდა შევაგროვო და გამაყრევია ასე და დაქცეული ქვეყანა მამუშავებია კი ხართ მაგის ღირსი. შტრაფნოი ბატალიონები რო იყო თავის დროზე და სამშობლო სიყვარული შეგასწავლოთ ნახდათ ადამიანი. უთავმოყვარეო ადამიანი ეს უთავმოყვარეო ეს ვინ ახარ შვილო საიდან მოხვედი საერთოდ ვინ სიკვდილი ხარ რა უფლებას 150,000 ადამიანი გისმენს და ჩამოყევი იმ შენ კომენტარებს დისტრაქტს გამხობენ და გეუბნებიან ხარ გაყიდული ნაბოზვარი ჩამოყევი იმ შენ კომენტარებს ჩამოყევი სირი ეს რა გინდა ეხლა ეს 150 ახლა ალბათ კოცებში ძალიან პოპულარული გახდა და ვერცი ოცნებებდა ახლა ეს კოცი ბლოგერი არის და იწერენ და აპიარებენ ახლა სექტის წევრია ჩვეულებრივი სექტის წევრია ამას რო ელაპარაკო ახლა დასირებულს აქ სადღაც როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფრის მწოდნედ გამოგონდეს თავი აგერა გამოძიებებს ატარებს და იმაშვება და ამაშვება და ეს დებილი ხალხი მიშტერება ამას როგორ უნდა მოუწმენო ნორმალურმა ადამიანმა თუ ერთი ფურცელი წაგიკითხია ცხოვრებაში და მით უმეტეს რელიგიაზე რო ლაპარაკობს და მით უმეტეს ისტორიაზე რო ლაპარაკობს მოუწმინეთ რას ლაპარაკობს და გადაშალეთ წიგნი არა ძაღლი დაბმული ამ დებილს რო უსმენთ ამას გამპრავებელ საერთოდ არაფერს არ ვიტყოდი მაგრამ ამოდის და ძრება ამ ხელისუფლების ტრაკში და არ უნდა ამ ხელისუფლების ტრაკიდან გამოსვლა და ამდენ ხალხს იმაშვება რა ქვია დემაგოგობს და ამნაირმა ჯიბის ბლოგერებმა დაღუპეს ეს ქვეყანა და ჯიბის პოლიტიკოსები ფულს აიღებენ და სულ ფეხებზე კიდიათ არაბი ჩამოსახლდება თუ ვინ ჩამოსახლდება
ეგეთი გამправებლები არიან შემოსული. უამრავი თან, უამრავი. ხო ინვესტიცია გვინდა. დედაშენი სატყნავად რო ჩადონ, ინვესტიცია გინდა? ბორდელი გაგიხსნა და დედაშენი ამუშავონ იმაში, გინდათ? აი ამ კითხვის დამსმელებს, გინდათ? ბორდელები აშენდება და შეუშვით დედათქვენები და ინვესტიცია არის მაშინ. ფულზე დამწარებული მათხოვრები. და ეხლა კიდე ერთი მთავარი. აი ეხლა სამ შემოვიდოდი აქ. იქნა, ავიცაც ხელშეკრულება იქნა გასაჯაროვებული აი არაბულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ეს სირია წერს ხელს. ჩვეულებრივი შაბლონი. ჩვეულებრივი ტყუილი. და ეს მომენტი რატო არის სპეციალურად მონიშნული ახლა ვინც აქ ხედავთ. დაწერილი ეს სტანდარტული რაღაცები მხარეთა ესა ვალდებულებები ამ სამაში ასრულებს, ის სამაში ასრულებს და დაგვირდით აი ამ პუნქტს. დაგვირდით აი ამ პუნქტს, რომელიც აქ წერია. აქ რა წერია, იცით ჩემო კარგებო? მხარეებს შორის კომერციული შეთანხმება დაფარულია და რჩება საიდუმლოდ. ის სტანდარტი, ის შაბლონი, რომელშიც სტანდარტულად არის გაწერილი მხარეების სახელი, ეს არის უბრალო შაბლონი. უბრალო შაბლონი. რომ აი ინვესტიციის პროექტი წაიკითხეთ აქ საშინელი რა წერია და აი აქ კუთხეში, აი აქ ბოლოს ჩანაწერი. სულ ბოლოს დააკვირდით ბოლოსკენ ჩანაწერი? მხარეები ვალდებულები არიან შეინახონ კომერციული საიდუმლოება. აი აქ არის ძაღლისთავი ჩამარხული. ვინ აწერს და ირაკლი კობახიძე აწერს ხელს? ვინ აწერს? ვინ ეს პუჩისტი მამის ბოზიშვილი შვილი? აი მაგარი პოლიტიკოსი როა ახლა, უემოციო პოლიტიკოსი როა. რა არის ამათი კომერციული საიდუმლო? ვინმე გაიგო გაზპრომსა და თბილისის მერიას შორის დადებული ასეთი კომერციული საიდუმლო? რა კომერციული საიდუმლო არსებობდა? ანუ ძაღლის ჩვენი კანონმდებლობა არის ხალხო შედგენილი ისე რომ ადამიანების გონებაზე მანიპულირების უამრავი საშუალება არის. აქ არის ჩამარხული ძაღლისთავი, კომერციული საიდუმლო გამოიტანონ და გაასაჯაროონ. რას შეიცავს კომერციული საიდუმლო? არა მარტო ამის წესის დარიგით, ყველა დოკუმენტაციის გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის. სხვათა შორის რა მინდა გითხრათ, იცით 2009 წელს, როდესაც ისლანდიაში მოხდა რევოლუცია, სახალხო მშვიდობია რევოლუცია, საერთოდ გადავა პარლამენტი ყველა და ხალხმა დაწერა კონსტიტუცია. უკაცრავად ინტერნეტ ხარვეზია მე მგონი. და როდესაც შეცვალეს თავიდან ბოლომდე ყველაფერი, იქ ერთი მთავარი პუნქტი ჩაწერეს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება ნებისმიერ საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც არ ეხება სამხედრო საიდუმლო ინფორმაციას, წვდომა კონდეს. თავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შესახებ. მე მქონია ცხოვრებაში ამასთან შეხება. ამათ როგორ აქვთ, იცით, ეს ძაღლისთავები ჩამარხული კანონმდებლობაში. მაშინ როდესაც მადამ პამპადურმა შეიწყალა პედოფილები, შეიწყალა მკვლელები, მათ შორის 4 მეზურის შვილის მკვლელი, მაგას გადაყვა საწყალი მამამისი და ერთ-ერთი დიდი მეცნიერი დავკარგეთ. ზუსტად მადამ პამპადურის დამსახურებით ცხონებულ შეცდომა მოუვიდა, მხარს უჭერდა თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს და საერთოდ ყველაფერი შემდეგ ბუმერანგის ეფექტით ხდება და საკუთარ თავზე მიიღო სამწუხაროდ ის სიმწარე, რაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის გასწია ცხონებულმა. ძალიან განათლებული, ღრმად განათლებული ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა საქართველოს, ძალიან გამწარებული მამა იყო და სამწუხაროდ მისი შვილის მკვლელი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და გამოუშვა და კაც გული გაუსკდა და გადაყვა და მაშინ როდესაც მე
ვიყავი მისული ადმინისტრაციაში მეგობრებთან ერთად და ჩვენ ჯგუფთან ერთად და წერილობით მოვითხოვე იმ პირთა სია, ვინც აღნიშნულ შეწყალების სიის პირებში ადგენდნენ, ვინც ადგენდა ამ ყველაფერს, რადგან ეს არ იყო სამხედრო საიდუმლოება, იყო ჩვეულებული ადმინისტრაციული საქმე და რომელი ადმინისტრაციული საქმის ესე იგი კანონმდებლობით ხდებოდა ამ ხალხის დაფარვა და რატო არ ხდებოდა ზუსტად მაშინ თვითონ ანგი ხუციშვილი ეს ჩამოყალიბებული სირი ჩემზე უმცროსი ბიჭი იყო ამ ზუკნის ამ ეგრეთ წოდებული ჩვენი პრეზიდენტის ბოიფრენდი რომელიც იყო ადმინისტრაციის უფროსი ანგი ხუციშვილი მან დაწერა მოატრიალა კანონი და ამ კანონზე ეწერა ის რომ ადმინისტრაციული წესით იქნება თუ საჯარო მოხელეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების უფლება არ აქვთ ეს რა ქვია კანონმდებლობით შეუძლიათ დაფარული კონდეთ და პასუხი არ გაქცენ. ნუ რა თქმა უნდა ახლა მაშინ 15-20 ადამიანი ვიყავით მისული ვის რაში აინტერესებდა ახლა ჩვენი უბრალო ადამიანების მოთხოვნა და პროტესტი კაცო ღმერთო დალოცები ძინა და ესენი და ესენი. აი ასე აქვთ ძაღლისთავები დამარხული. კი ბატონო დაიწყეს გონიოში პროექტი ბატონი შალვა მაღრაძე იყო ჩასული ჩემი უფროსი მეგობარი და ქართულთა გაერთიანების სხვა წევრები იყვნენ მისული გადაღების საშუალება არ მოსცეს გუშინ უნდა ჩაგვეწერა ვიდეო მაგრამ შეუძლოდ გახდა ბატონი შალვა მაღალი წნევა ჰქონდა და ვერ შევძელით საუბარი და იმედი ამ დღეებში მოვახერხებთ ქართველი კაცია პატრიოტი კაცია და არ უძლებს გული რომ ასე ჯიჯგნიან მის ქვეყანას აღარ მოახერხეთ. აი ახლა ამას რაც შეეხება, ასე არის გასაიდუმლოებული ის ეგრეთ წოდებული კომერციული საიდუმლო, რომელიც არის დადებული იმ ემარჯგუფს და საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას შორის. პრემიერ-მინისტრის ლანძღვა კანონით არის ჯება, არ ვიცი ახლა თქვენ დამცინით ამ კითხვასთან დაკავშირებით თუ რაში არის საქმე, პრემიერ-მინისტრი არის საჯარო მოხელე და პრემიერ-მინისტრის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა საჯარო მოხელის მიმართ, თუმცა არ ვიცი ახლა კოცები იმნაირ დრაკონულ კანონებს ქმნით, შეიძლება ისჯებოდეს, თორე პრემიერ-მინისტრის დედის ტრაკის გინება და მისი ნაბოზრულ საქციელებზე შესაბამისი დეფინიციის მიცემა ეს გამოხატვის თავისუფლებაში ნორმალურ ქვეყანაში ჯდება და აი კოცების იმაში არ ვიცი რა ვინ ჩემი ფეხებია პრემიერ-მინისტრი მაგაზე მქონდა ჩემო კარგო საუბარი რომ მიდის მარგინალიზაცია იმაზე რომ რაც ხდებოდა მანამდე რაც სტანდარტი აქვს საერთოდ კოცებს ასეთი სტანდარტით გააგრძელონ და ჯერ ყველა ნაცი ვართ ვინც ამ თემაზე ვიყებთ ახლა ხმას ან მევახშე ლელოელი მევახშე ვართ ეს ერთი და მეორე რაც შეეხება ამ საკითხს მეორე მთავარი სერიოზული პრობლემა ასევე არის ის რომ გეუბნებით კიდე ერთხელ ნაძირალა ვირთხები ტრაქტხან მოურავის თამადობით რომელმაც ყოველთვის ტროასცხენი შეასრულა ტროასცხენის როლი შეასრულა ქართული საზოგადოების მოტყუებაში როგორც ეს იყო ემასთან რა ქვია სამდრისთან დაკავშირებით როგორც იყო კოჰაბიტაციის საკითხებთან დაკავშირებით როგორც ხდებოდა სალომე ზურაბიშვილის კურთხევა და მსგავსი რაღაცეები და ხალხის მოტყუება აი ესეთი ტროასცხენი იქნება შექმნილი ფსევდოეროვნული იმითი ასევე როგორიც იყო მაგალითად ის ვარლამა და მსგავსი ადამიანები და დაიწყება საზოგადოების მოტყუება ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად აი ამის წინაშე ვდგევართ კიდე ერთხელ ვამბობ გამგები გაიგებს გასაგებ ენაზე ვსაუბრობ ყველა ვინც ამ დემოგრაფიული კოლაფსის დროს მომხრია ამ უბედურების რომელი უბედურებაც საქართველოში 70,000 უცხოტომელის შეძლებული თან ხას უსვამ უცხოტომელის ჩამოსახლებას ამართლებს მე მინდა გითხრათ ეს ორი კატეგორია არის ერთი არის აბსოლუტურად გამოსწირებული კატეგორია
რომელიც არ ვიცი, საერთოდ ჩვენ სექტების ქვეყანა ვართ და ზოგს ვიღაცა ღმერთად ეჩვენება, ზოგს ვიღაცა ცოცხალ წმინდანად ეჩვენება, ზოგს ვიღაცა პატრიოტად ეჩვენება და ესე წმინდა ბიძინასის აქვს შექმნილი, რა ქვია, ხატი და ლოცულობენ წმინდა ბიძინას ხატზე, კაცო. არის ეგეთი კატეგორიაც. მაგრამ არის მეორე, შეგნებული, ნაბოზვარი, პრაგმატიკი, თავისი რომ მოღონ მე ვიყო, კარგად და ფეხებზე მგიდია. საერთო ჯამში ყველა არის საკუთარი სამშობლოს მოღალატე. საკუთარი სამშობლოს მოღალატე. და ამათი სახელები და გვარები თუ საქართველოს გადარჩა და გადაწყდა, ესენი აპოკალიფსია. ქართველებისთვის აპოკალიფსია. ეს ან გადატეხავს საქართველოს და დაკტოვებს ჩვენ ქვეყანაში უმცირესობას და გაკეთდება არაბიზაცია საქართველოში. ანდა შემოკარგებო, ჩვენ გადავტეხავთ ამ დამპალ სისტემას და ამოვისუნთქავთ. აი ამ ბოზიშვილებიდან რაც შეეხება იმას, რო იძახით, რომ აი მე შვიდობა, ფეხებზე მკიდია, აღარ მინდა ესეთი მშვიდობა. აღარ მინდა ესეთი მშვიდობა. არ მინდა. მშვიდობა, რომელიც ღმერთს ებრძვის დაუნდობელ ომზე მეტი უარესია, კაცო, ჩემი სიტყვები არა ეს, იოანე ოქროპირის სიტყვებია. აღარ მინდა ესეთი მშვიდობა. არ მინდა, იმიტომ რომ ამ მშვიდობაში ამოყადეს მშვიდობის დამადლებით ქართველებს, სულ და ქართველიერის გენოციდი ხდება ევთანაზიური სიკვდილით. მოუთხან ესეთი მშვიდობა და მოგიტყანთ გამძლელი, ვისაც უსისხლოდ და უომრად გადაშენებული საქართველო გინდათ, კაცო. ბევრი იმიტოა ცოცხალი ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი იმიტო არის ცოცხალი და ბევრი შთამომავლობა იმიტო არის გამრავლებული, რომ მათი წინაპარი იყო ლაჩარი, ყველა ომს დაემალა და გმირები დაიხოცენ და როგორც ხდება დღეს ბოზიშვილები გამრავლდნენ. და გასაგებია, სარეველა სწრაფად იზრდება. მე მესმის თქვენი ჩმორობის, ბუნების ამბავი, მშვიდობის და სამშობლოს და ამის იმით, რომ ჩმორები ხართ. არც მაშინ ყოფილხართ, არც ერთო, არც თქვენი წინაპრები არ იქნებოდა ბევრი. და იმიტომ ხართ გადარჩენილი თუ არა, სისხლი მაინც აგიდუღდებოდათ, ბიჭო. სისხლი როგორ არ გიდუღდება ქართველ ადამიანს? როგორ არ გიდუღდება? აღარ მინდა ძმაო, ესე ჩემთვის მშვიდობა სიმართლე გითხრა, ჩემნაირი ადამიანების და ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანების ცხოვრებაში მშვიდობა არასდროს ყოფილა. არც კომუნისტების დროს ყოფილა ჩემი ოჯახისთვის მშვიდობა, იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობის ამბავს შეეწირა ჩემი ოჯახის ორი წევრი, მამა ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა და ტყილა მოუწია. არც მერე ყოფილა 90-იანებში მშვიდობა, არც მიშას დროს ყოფილა მშვიდობა, როგორც პირდაპირ ისე ირიბი გაგებით და არც ამათ დროს არის მშვიდობა. თქვენთვისაა მშვიდობა, თქვენი დედა შევეცი, კაისვამთ, კაიშამ და ყიდით ქვეყანას რა. ასეთი მშვიდობის დედა შევეცი რა. და უსისხლოდ გინდათ ქვეყნის გადაშენება. ხო, ომი არ იყოს, ხელი არ შეეშალოს ვინმეს, ისე ჩაიდოს ინვესტიცია, ისე გადაშენდეს ეს ყველაფერი და ისე მოხდეს ეს ყველაფერი. დამიდევით ხელი სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ. რაში არ ვიყავი მართალი? რაში არ ვიყავი მართალი? რა არ ახდა? 3 წლის წინ გაკეთებული დემოგრაფიული ბლოგი, ვისაც აქვს ნანახი ჩემ გვერდზე, თუ არა და ხელახლა დავდებ და ნახოს. უკართველო საქართველოა ეს უკვე. უკართველო საქართველოა. და ეს ქვეყანა არის მარტო 15% ქოცისთვის და დანარჩენის დედაც მოუტყან, კაცო, წადითო. დიდი დასაკლავი დანა გამოჩხრიკეს. ესენი ან მართლა გადაგტეხავენ, ან და ქართველიერი გადატეხავს ამ დამპალ სისტემას. ამის გულისთვის მოკლეს ზვიად გამსახურდია. ამის გულისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი უბედურება, იმიტომ რომ 3 ძირითადი რამის წინააღმდეგი იყო. პირველი, მიწების გაყიდვის წინააღმდეგი იყო. მეორე, პრივატიზაციის წინააღმდეგი იყო, რომ საქართველოს ქონება გადაცემოდა ასე ყველა 1000 რჯულის ადამიანს. და მესამე, ეროვნების გრაფა, მამის სახელი მიაღწიეს ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ამათ საქართველოში ქართველი ერი არ ჭირდებათ. ამიტომ არ ჭირდებათ ეროვნება პასპორტში, ამათ ჭირდებათ მოქალაქეების საზოგადოება, ტრანსნაციონალური სახელმწიფო, რომელშიც ერი კი არ არსებობს. აქ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. აი მაგალითად, როგორც არის ამერიკელი ხალხის სამოქალაქო საზოგადოება.
ისე იქნება იცხოვრებს ხალხი საქართველოში, ფორმალურად ერქმება საქართველო, მაგრამ იქნება დაახლოებით 3-4 მილიონი სხვა ჯულის და ჯიშის ადამიანი. ერი არც პასპორტში გეწერება, შენი ქონება არაფერი არ იქნება, ქართველის ქონება სამშობლოში არაფერი არ იქნება. არაფერი არ იქნება. ეს იქნება ასეთი ტრანსნაციონალური კორპორაციების ქონება და დანარჩენი კანონს დაემორჩილე რა. რა ეროვნება 21 საუკუნეში და ვინ ნახართ თქვენ საერთოდ. აი ეს იყო. მიწას გაიყიდეს, ეროვნებად ჩამოგვართვეს, პრიხვატიზაციას მოახდინა და ახლა დაგვცინიან. ეს პირველი ეტაპები ხო წარმატებით გაიარეს. აი უმცირესობაში რო დარჩება ქართველიერი და როდესაც ჩამოსახდებიან ეს უჯიშოები საქართველოში, აი მერე ნახეთ ქართველიერისთვის უკვე ცეცხლით და מחვილით გაჩენა უბედურების. გაბედოს ვინმემ და ერთი სიტყვა უთხრს. ახლა ვერ ბედავს ვერავინ სიტყვა რო უთქვას. ხო იძახოდით როდესაც 2017-2018, როდესაც ვიყავი საქართველოში და მიწების გაყიდვის წინააღმდეგ, როდესაც იყო საუბარი კონსტიტუციური აკრძალვა, ხო დაგვცინოდით. ხო იცინოდით ძალიან ბევრი. ეს ბენელები, ესენი, ეს მარგინალური ჯგუფები რა მიწა არ გაიყიდოს, რა ტურიზმი არ იყოს, რა მოგონილ პრობლემებს LGBT-ებს დასდე. ხო არ გამოხვედით, მაშინ რო გამოსულიყო ხალხი. იმდენი რამდენი საჭირო იყო და ხმა მოეყო. დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით. მაგრამ არა. არც მაშინ ამოიღო მასამ ხმა და აი აქამდე მივედით ამიტომ. იმიტომ მოგვიწია ბევრს ქვეყნის დატოვება, წამოსვლა, გადახვეწა, განმოხვეწა და თქვენ უგონიათ აქ თუ ვართ და კომფორტულად ვართ, ძალიან შემცდარა ბარეური. ძალიან შემცდარა ბარეური. აქ ცალკე რას გავდივართ იმის გამო რომ მაგ ბოზიშვილებს ვებრძოდით, ეს ცალკე საკითხია კიდე. ეს არ მინდა ეხლა მე ჩემი პირადი ისტორიების მოყოლა, მაგრამ აი ასე მოგვექცენ, ხო? ისე გვექცეოდნენ იქ და ასე გვექცევიან აქაც. ერთადერთი მიზეზის გამო არ გვინდოდა ჩვენ ტრანსნაციონალური ჯორჯია, გვინდოდა საქართველო. მაშინ არ გამოვიდა, ხო? აი ახლაც თუ არ ამოიღებს ხალხი ხმას, მე კიდე ერთხელ გეტყვით რა. მანჯავიძეს რა უნდა ველაპარაკო, მაგ დოდოყალეს მაგას, რა უნდა ველაპარაკო ჩემო ამირან. რა უნდა ველაპარაკო მაგ სირს მაგას, ეხლა მიხსენი ადამიანი, რომელიც ისა როცა ვიყავით საქართველოში, მაშინ აქციებში მონაწილეობდა და დარბოდა და საქართველო მაშინ არაბიზაციის წინააღმდეგ იყო, რომ ლოზუნგებს აფრიალებდა და გურამ ფალავანდიშვილის და სხვა დაყლეებულების არ იყოს. დღეს ელემენტარული სიტყვას ვერ ამბობს და რა სიგონებთო ხალხო თქვენო? რა სიგონებთო თქვენო ხალხო? რა ბიზაციის პრობლემა არის? და ესე, როდესაც ვამბობდით, რომ ამდენ ბინადრობის უფლება მინჭებული, ამდენი მოქალაქეა საქართველოში და ეროვნებით არ ხდება აღწერის დროს, პირველი ეს მანჯავიძე და გულაშვილი და ეს ყლეები გამორბოდნენ ჩემო ძმაო და ეგენი იძახოდნენ იმას. ბოდისაც აღარ ვიხდი რა, უბრალოდ ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ ყველა მოღალატეა. ვინც ესე თავს დებს ფსევდოპატრიოტი, ესე ჩვეულებრივი კუდის და სოდის ოფიცრები იყვნენ თავის დროზე. და ისე არიან სუსის ოფიცრები დღესაც და ასრულებენ თავიანთ დავალებას. და სადმე თუ იყვნენ, იქაც დავალებით იყვნენ. ვინ ჩემი სირია სომანჯავიძე? ვინა? თვითონ თუ ბრმა და გამოყლეებული არაფერი გამოყლეებული არა, ძალიან კარგად იცის ისტორია. ძალიან კარგად იცის. პროდ მოღალატეა. და არ მინდა მე მაგარსებაზე ლაპარაკი რა. არ მინდა მაგარსებაზე ისეთი რაღაცეების თქმა შემეძლია, რაც ყურში არ გაიგონება და ჯობია ენა ჩაიგდოს და მისთვის ეგდოს. ისტორიკოსი. ეს დაჯდებიან მაგი, გულაშვილი, სირი კიდევ რა ქვია, ხვინდრავა ესენი კაცი რომ გამარჯვებას არ ეტყვის, ისეთი ხალხი დაჯდებიან და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ ის რა ქვია, თურმე არაბიზაცია რა პრობლემაა და ბიძინა ღმერთი თურმე. აი, ამ უბედურების წინაშე ვდგევართ. კარგი, დანარჩენს გაგაგებიებთ. გეგმავს ქართველთა დიდი გაერთიანებას, აქტივობას. მე მინდა კიდე ერთხელ თქვა რა, ყველამ გადადეთ პოლიტიკური ეგოიზმი, კაცო.
პარტიული ნიშნით არ შეიძლება ეს პროტესტი იქნას გამოხატული და ნუ დაყოფთ. ქართველი ერის დაყოფა გამოიწვია პარტიული ნიშნით, შენ ნაცი ხარ, შენ ქოცი ხარ, ესაა საერთო ეროვნული პროტესტი. არ ვიცი შემოძმა ვარ მაგის საქმის კურსში, მაგრამ ყველა ნორმალური ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს აყენებს წინ, არ ვიცი, ახლა ყაზახების ამბავი ნახდათ არ ვიცი, მაგრამ კი ბატონო, გოგავაც მაგათი ტრაგის მწმენდელია, ეგენი არიან ჩვეულებრივი რბილი ეკლები და აგერ ახლა სულ მალე იგეგმება ექსპოზიცია, საუბედუროთ ექსპოზიცია, რომელიც ხდება და უკვე მოხდა, გაყიდვა, გასხვისება. მაქვე აი რუსთაველზე ჩატარდება ეს ექსპოზიცია და გამოვა ეს რა ქვია ყველა უკვე გაყიდული მიწები, უკვე არაბული დასახლებები საქართველოში, რაც უკვე შექმნილი რაც, და შეგეძლიათ მიხვიდეთ და იყიდება საქართველოს და დააგვირდეთ ის როგორი წარმატებული პროექტებია განხორციელებული. მართალი ხარ, შემოძმაო, მოღალატის გამოსწორება არ იქნება, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ესენი მოღალატეებიც არ არიან. მოღალატეს რაღაცა ქონდა და რაღაცა გასცა. ამათ არც არასდროს გონიათ სამშობლოს სიყვარული. ამათთვის არც არასდროს ყოფილა ერი და ქვეყანა, ესენი სტერილური ხალხი არიან. ეგ არის. კარგი, დაგემშვიდობებით ახლა და დანარჩენს გაგაგებიებთ.